სამშენებლო კომპანიების ბეტონგადამზიდი მანქანები, ეგრეთ წოდებული მიქსერები საპატრულო პოლიციას ტვირთის არასწორ წონანდობაში უჩივია. დოღაბის, გზების, ორბის და სხვა კომპანიების მძღოლები ამბობენ, რომ პატრულს და კერძო სასწორების მიერ დაფიქსირებული მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა. კერძოდ კი მძღოლების განმარტებით, ერთ-ერთ მანქანაზე საპატრულოს მიერ შემოწმებული წონანდობა 33 ტონაზე მეტში ადგენდა, კერძო შემოწმებისას კი ქვიდარში 1 ტონის ნაკლები დაფიქსირდა. მონაცემების გაყალბების ბრალდებით სამართალ დამცავებმა სანქციები აამოქმედეს. ჯარიმის ოდენობა 300 ლარიდან იწყება და 8000 ლარს აღწევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახური კომენტარს არ აკეთებს. ძალიან დიდი ხანია მოდის ეს პრობლემა. ჩვენი მოთხოვნა ის, ჩვენ როცა ქარხანაში ვიწონებით სასწორ, ჩვენ თავის კიდევ სასწორი გვაქვს წონით და მოვდივართ ზუსტი წონით, რომელიც მოკლავს პატრულს აქანე ჩვენი თავი წონის, მაგრამ არასწორია. ვითხოვთ შემდეგ ხელმახლა აწონვას, რომელსაც არ გვაძლევენ უფლებას, ხელახლა აწონვის უფლებას. და აქვს ძალიან დიდი ჯარიმები, რომელიც არის 1000 ტონა, ტონანახევარზე ცდომილება აქვს ამ სასწორს. 6500 ლარი არის დაგვაჯარიმეს ძალით. თქვენ თვითონ აწონეთ და ამის საფუძველზე ამბობთ. ხო, და მეორე რო ავწონეთ, ვიყავით წაწმინდაზე, ისტორია იყო, გადაჭირთვა არ ქონდა, ორივე ერთნაირი მანქანა იყო. საპატრულოს მიერ ამოწერილ ამოგდებულ ქვითარში საჯავო მოკვითარზე არის ამოგდებულ ქვითარში, სასწორის მიერ ამოგდებულ ქვითარში წონა იყო 33900. 33900. რო ჩემს მიერ რო გადავწონე, აგერ წერია, 32 340. ანუ რამდენია? ხო, ტონა ნახევარი რა.